დღეს ბოლნისის ნომერ პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის ბოლოზარი დაირეკა, რომელიც ტრადიციული ღონისძიებით კულტურის სახლში დაგვირგვინდა. მხიარული სკეჩებით, გულისამაჩუყებელი ფრაზებითა და სიმღერებით, სევდანარევი სიხარულით, თუმცა მაინც მხიარული განწყობით დაემშვიდობენ მოსწავლეები პედაგოგებს. მე როდესაც ეს ბავშვები ჩავიბარე, იყვნენ მე-5 კლასში. იყვნენ ძალიან ცელქები და ძალიან საინტერესოები. ასევე ნიჭიერები და აი ყოველი გაკვეთილი, მათემატიკის გაკვეთილი, ისი არ დამიწყია, რომ მე მათთვის არ მესწავლებინოს სიყვარული, არ მესწავლებინოს ცხოვრებისეული ფასეულობები. მე ვიცოდი, ესენი კარგი ადამიანები გაიზრდებოდნენ. ემოციებით ახსავსა დღე არის, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ველოდებოდით ამ დღეს. გახარებულები ვართ სულ ყველა, იმედია კარგი ღონისძიება გამოგვივიდა, ყველა სულოცავ, ვინც დაამთავრა წელს სკოლა, წარმატებებს უსურვებ და ჩაბარებას ყველას. დღევანდელ დღეს ულოცავ მე-12 კლასელებს, დღეს მათთვის ბოლოზარი დაირეკა. იმდენად კარგი გამოშვება იყო. ეს არიან ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან კარგი პიროვნებები. მათ ეს არაერთხელ დაგვიმტკიცეს. იმედი მაქვს იმისა, რომ მალე გაგვახარებენ და ძალიან ბევრი რაოდენობა მათგან უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარებს. დღეს კიდევ ერთმა თაობამ დატოვა სკოლის კედლები, დასრულდა მათთვის ბავშვობის ლამაზი წლები და დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი. მათ სკოლის დამთავრება პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად მოწვეულმა სტუმრებმაც მიულოცეს. წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 500 მე-12 კლასელმა დაამთავრა სკოლა და 500 ბავშვი გადის ცხოვრების დიდ ასპარეზზე. მინდა დავლოცო უსურვო წარმატებები. ეს არის განსაკუთრებული ზეიმი მათ ცხოვრებაში. შეიძლება წლების შემდეგ მათ განსაკუთრებულად მოენატროთ სკოლის პერიოდი. თუმცა დღეს იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი მათ ცხოვრებაში. მე მათ უსურვებ პირველ რიგში წარმატებებს, საკუთარ თავზე მუშაობას და უამრავ სიხარულს.